თარგმანება იმათეს სახარებისაი თავი პეი. ცით უაიესე, ხოლო მეექვსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქვეყანაი ვიდრე მეცხრეთ ჟამადმდე. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ხმაყო იესუ ხმითა დიდითა და თქვა, ელი, ელი. ლიმა საბაქთანი. ესე არს, ღმერთო ჩემო. რაისათვის დამიტევებ მე? და რომელთა მე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს, ელიას უხმობს ესე. და მეხსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას 27, 45, 48. კვალაცა ცხოველს მყოფელთა მათ ქრისტეს ვნებათათვის ვიტყოდით, რამე თუ კეთილარს მარადის ხსენება იმათი და სარგებელ სულისა. ესე არს სასწაული იგი, რომელი, ოდეს იგი ჰურიანი ითხოვდეს, რქვა უფალმან მიცემად და ეტყოდა, ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს აეძიებს და სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაისწარმეტყველისაი. მათე 12:39, 16:4, ლუკა 11:29 ესე არს იგი სასწაული, ჯვარცუმაი და სიკვდილი, დაფლაი და აღდგომაი. და კვალა სხვა საადგილსა მოასწავებდა ძალსა მას ჯვარისასა და იტყოდა, ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისა იმაშინ სნად ვითარმედ მე ვარ. იოანე 8:28 ესე იგი არს, ოდეს ჯვარს მაცვათ და ჰგონებდეთ, თუ მძლექმულ ხართ, მაშინ უმეტესად სნად ძალით ჩემი. რამე თუ შემდგომად ჯვარცუმისა ქალაქი მათი წარწყმდა და იგინი აზნაურებისა და პატივისაგან განვარდეს და წარწყმდა ყოველი საქმე ჰურიათაი. ქადაგებაი ქრისტეისი ახვაონა და კიდეთა ქვეყანისათა განეფინა და ძალსა მისსა ყოველი სოფელი, ზღვაი და ხმელი, უდაბნოი და შენი მარადის ქადაგებენ. და კვალა ჯამსა მას ჯვარცუმისასა მებრაღესრულებოდეს სასწაულნი იგი საკვირველი, რომელნი ფრიად უსაკვირველეს იყვნეს მაშინ, ვიდრე რა იქცეოდა რა იქ ქვეყანასა ზედა. და სასწაულნი იგი ზეცით გამოჩნდეს. დაბნელება იმზისაი და ქვეყანით ძროაი და განპებაი კრეცაბმელისაი და განხეთქაი კლდეთაი და აღებაი საფლავთაი და აღდგომაი მკვდართაი. და ესე ვითარნი საკვირველებანი არასა და ქმნილი იყვნეს. იქმნეს ეგვიპტესცა რომელნი იგი სახე იყვნეს ამისა, გარნა ესენი ფრიად უსაშინელეს იყვნეს, აღებაი სამარეთაი და აღდგომაი მკვდართაი. და ესე ყოველმან სოფელმან იხილა, ხოლო ცოფთა მათ და გულფიცხელთა არა შეიგონეს. და იხილეთ, ვითარ ჟამსა ჯერვანსა იქმნეს სასწაულნი იგი, ვინაითგან ყოველივე ძვირი აჩვენეს უფალსა, ტანჯეს, ჯვარს აცვეს, განბასრეს, ეკიცხევდეს, და ყოველი გულისწყრომაი მათი დააცხრეს, მაშინ გამოაჩინა სასწაულნი იგი, რაითა გულისხმაყონ და შეინანონ, და არა შეინანეს. ეტყოდეს, გარდა მოხედინ ჯვარით და გურწმენესო. მათე 27:42 და არა მე ესე საქმენი უსაკვირველეს იყვნესა, ჰოი უგუნურნო ვიდრე გარდამოსვლაი ჯვარით. ეჰა ფრიადი გულფიცხელობაი. ჰოი სასოცარ კვეთილი იგი გონებაი მათი. რამე თუ ცხად იყო საქმე იგი ვითარმე და არა ჩვეულებისაებრი მოკლება იყო მზისაი. რამე თუ სამი ჟამი დაყო ბნელმანმან, რომელესე არაოდეს იქნების უმეტეს ერთისა ჟამისა მოკლება იმზისაი, ხოლო მაშინ სრულიად დაბნელდა. და ესე იქნა სავსებასა მთოვარისასა, რომელ არასა და ქმნილარს დასაბამითგან, რაითამცა სავსეღა იყო მთოვარე, მოაკლდა მცა მზესა. რამე თუ ბუნებითი იგი მზისა მოკლება იქნების, ოდეს მთოვარე დღისი ეწიოს და ქვეშეთ კერძო წარვლოს და დაფაროს მზე, რამე თუ უმაღლესსა გზას ავალს მზეი, ხოლო ოდეს მთოვარე სავსებით იყოს, ესე არა შესაძლებელ არს. გარნა მაშინ ოდენ იქმნა, რაითა იყოს უცხო და საკვირველ.
აც უკვე გინა თუ უფლისა მიერ ქმნილად მცაჰრწმენა საქმე იგი, გინა თუ მამისა მიერ მოწევნა ირისხვისა იგულისხმაყვეს, ჯერ იყო შეგონებაი და ძრწოლით სინანული. ხოლო მათ არა ინებეს, რამე თუ ფიცხელიყვნას გულითა და ყოვლით ურთ სამკვიდრებელ ეშმაკისა. თქვას ვინმე ვითარმეთ, რად არა განკვირდეს ყოველნი კაცნი მაშინ და იცნეს უფალი ღმერთი. გარნა ესე საქმე ცხად არს, რამე თუ მაშინ ნათესავი კაცთა დიდითა საცთურითა შეპყრობილიყო და საკვირველსა მასზე და დაღაცა თუ ყოველნი განხრთეს, არამედ მსწრაფლ გარდახტა და ვერ ეძლო განფრთხობად დიდისა მისგან სიბნელისა და ძიებად მიზეზი მის საქმისაი. ნუ უკვე ჰგონებდესცა ვიეთნიმე, თუ ბუნებითითა რაიმე წესითა იქნა, რამე თუ ფრიად იყო მაშინ უღმრთოებაი. ხოლო ჰურიათა არაი აქ უნდა სიტყვაი, რამე თუ ცნეს განცხადებულად, ვითარმეთ ქრისტეს ჯვარცუმისათვის იქნა ბნელი იგი და ძროაი და სხვაი ყოველივე. ეხილნეს სხვანიცა იგი აურაცხელნი სასწაულნი მისნი, რაისათვის უკვე არა ხრწმენა. არამედ ხედვიდეს რა ისაკვირველებათა მათ, კვალათცა დგესვე და შეურაცხყოფდეს. საცნაური იქნა უკვე განცხადებულად, ვითარმეთ ქრისტეს მიერ იქნებოდეს საკვირველნი იგი საშინელნი. რამე თუ ამისთვის ხმაყო მეცხრესა ჟამსა, რაითა ცნან ვითარმეთ ცოცხალი ღარს და მან ქმნა ნიშები იგი დიდებული და მოიქცენ და შეინანონ. გარნა არავინ იყო მათ შორის მეცნიერ, არავინ იყო მიერთამდე. სამარე ზეღებულიყო ხორხი მათი, ენითა მათითა ზაკუასა იტყოდეს. დასაჯენი იგინი ღმერთო უტყუ იქნენ ბაგენი იგი მათნი მზაკუარნი, რომელნი იტყოდეს მართლისა მისზე და უშჩულოებასა. შეადარებ სალმუნი 42, 4, 5, 11, 30, 19, არამედ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ. და მეცხრესა ოდენ ჟამსა ხმაყო იესუ ხმითა დიდითა და თქვა, ელი, ელი. ლიმა საბაქთანი. ესე არს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო. რაისათვის დამიტევებ მე? ესე თქვა მაცხოვარმან, რაითაცნან ყოველთა, ვითარმედ არა არს წინააღმდგომ ღმრთისა, არამედ აღსასრულად მდე პატივს სცემს მამასა და ხრცხვენობდის ჰურიათა, რომელნი გმობდეს მისა მიმართ. ამისთვის წინა ისწარმეთ ყველისაცა სიტყვაი ახსენა, რაითაცნან ვითარმედ ეწამების სჯულსა და წინა ისწარმეთ ყველთა. ხოლო ვითარ თქვა თუ ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევებ მე, ორი არა თუ იგი დატეობილიყო მამისაგან ანუ თვისისა ღმრთებისაგან, არამედ ვითარცა მრავალგზის მithქვამს, ვითარმედ შეიმოსა რაი ბუნებაი ჩვენი, ყოველივე ჩვენი იჩემა. და აცცა ჩვენსა მას საქმესა თავსა შორისთვის საგამოსახავს, რამე თუ ჩვენ ვიყვენით დატეობილნი და უგულებელს ქმნილნი პირველ, ხოლო აც შეწყნარებულნი და შეწყალებულნი ნებითა მითუნებელისაითა. რამე თუ ამას პირსა გამოსახავს ყოველივე იგი 21 ფსალმუნი ქრისტესთვის თქმული. ჩვენი სამის ბუნებისა მაგიერთა სიტყვათა ქრისტეს მიერ იტყვის, ვითარცა იგი უმეცრებასა ჩვენსა იჩემებს და უძლურებასა, სახიერი იგი, რომელი მოვიდა ყოვლით კერძო განკურნებად ჩვენდა და უძლურებანი ჩვენი აღიხუნა და სნეულებანი თავს ისხნა. დიდებაი აურაცხელსა წყალობასა და კაცთმოყვარებასა მისსა. და რომელთა მემუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს, ელიას უხმობს ესე. და მეხსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამი და ასუმიდა მას. ხოლო სხვანი იტყოდეს, აცადეთ და ვიხილოთ უკვე თუ ელია მოვიდეს ხსნად მაგისა 27, 47, 49. იხილეთ რა გარდარეული იგი უშჩულოებაი და სიბოროტე მათი. ჯუარსაზე და დამოკიდებულსაცას ტანჯვიდეს,
რომელნიმე ძმარს აასუმიდეს, რომელნიმე ჰბასრობდეს, სხვა მან შემდგომად აღსრულებისაც ალახურირთა უგუმირა გვერდსა მისსა. რაიმცა იყო ამისა უძვირეს, ვინცა იყო მათსა უბოროტეს, რომელნი შემდგომად სიკვდილისაცაც ტანჯვიდეს. ხოლო შენ საყუარელო იხილე, ვითარ უშჩულოებაი მათი ჩვენ და საცხოვრებელად იხმარა უფალმან, რამე თუ ოდეს იგი უგუმირეს გვერდსა მისსა, მაშინ გარდა მოხდეს მიერწყარონი იგი ცხოვრებისა ჩვენისანი, ხოლო სიტყვაი იგი, ვითარმედ, ელი, ელი. Lima საბაქთანი, ენითა მით ებრაულითა არს. ვითარ ვერცნეს უღმრთოთა არამედ იტყოდეს, ვითარმედ, ელიას უხმობს. ესოდენ მთვრალი იყვნენ უკეთურებითა და ცნობა მიღებულ. ხოლო იყვნენ მუნერისაგანიცა იგი მთავრისანი, ჰრომნი და ბერძენი, და ებრაულიცა სადმე არაფრიად იცოდეს და თქვეს, ელიას უხმობს, ხოლო ჰურიათა ნეფსით დაიდუმეს და არა აუწყეს მათ სიტყვათა მათ განმარტებაი. სახარებაი, ხოლო იესო კვალად ხმა ყოხმითა დიდითა და განუტევა სული 27:50. თარგმანი, ესე არს რომელსა იტყო და ვითარმედ, მე დავსდებ სულსა ჩემსა, რაითა კვალად მოვიღო იგი. არავინ მიმიღოს იგი ჩემგან, არამედ მე დავსდებ მას თავით ჩემით. ხელმეტიფების დადებად მისა და ხელმეტიფების კვალად მოღებად მისა. იოანე 10:17-18 ამისთვის ხმაყო რაითა გამოაჩინოს, ვითარმედ ხელმწიფებით იქმოდა საქმესა ამას. ამისთვის წაასისთავს ამას რწმენა, იხილა რაი ვითარმედ ხელმწიფებით მოკუდა და ხმამან მისმან კრეცაბმელი იგი განაპო და ქვეყანა შეძრა და საფლავნი აღახუნა და მკვდარნი აღადგინა. მათე 27:41-42 ხოლო განპება იგი კრეცაბმელისაი რაისათვის იქმნა? არა თუ ტაძარი იგი შეურაცხყო, რამე თუ თავადი იტყოდა, ნუ ყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლს სავაჭრო, იოანე 2:16, არამედ იგინი უღირსად გამოაჩინა მას შინაყოფისა. ამისთვის განპებითა მით კრეცაბმელისაითა მოასწავა სრულიადი იგი მოოხრება იმისი და უაღრესისა მიმართ შეცვალებაი საქმეთაი. ეჰა საკვირველი. ელისესზე მკვდარი ერთი შეეხო ძვალთა მისთა და აღდგა და ყოველთა უკვირდა. და ჩუარსაზე და დამოკიდებულმა ხმითა თვისითა ურიცხუნი მკვდარნი აღადგინა არა ესრეთ ლიტონად, არამედ ქვეყანა შეიძრა და კლდენი განსტკდეს 27:51 რაითამცა გულისხმაყვეს ბრმათა მათ, ვითარმედ ხელ ეწიფებოდა მათიცა და ადნობაი და წარწყმედაი. რომელმან კლდენი განაპნა და ქვეყანა შეარყია და მზე დააბნელა, არამცა იგინი უადვილესად მოსწყვიდნა, უკვე თუმცა ენება. გარნა არა ინება მათი განლევაი, არამედ ნივთთა მათზე და უსულოთ აჩვენარი სხვაითვისი, რაითა იგინი შეშინდნენ და მოიქცენ. არამედ არა ინებეს შეგონებად. რამე თუ ესრეთ არს შური. არა იცის უმჯობესისა გულისხმის ყოფაი, ვითარ იგი მათ შეემთხვია. და ამისაცა შემდგომად მიუთხრეს, რაი ცხადად მცველთა ვითარმედ აღდგა მკვდრეთით, ვეცხლი დიდძალი მისცეს, რაითა დაფარონ საქმე იგი დიდებული. არამედ ვერ ეძლო უღმრთოთა მათ. ეგრეთვეაც არა თუ არა იცოდეს, ვითარმედ ყოველნი იგი საკვირველებანი ქრისტე მანქნა, არამედ ნეფსით თვალნი დაეყვნეს და არა ინებეს გულისხმის ყოფად, ვითარმედ სასწაულნი იგი მოასწავებდეს მათზე და მოწევნათსა მასრის სხვასა და მორწმუნეთა ცხოვრებასა, განღებასა სასუფეველისასა და შესვლასა ჩვენსა წმიდა წმიდათასა მას. უგუნურნი იგი იტყოდეს, ვითარმედ, უკვე თუ მეუფე ისრაელისაი არს გადამოხედინ მაგიერ ჯვარით, მათე 27:42, ხოლო მან გამოაჩინა, ვითარმედ ყოვლისა სოფლისაი არს მეუფეი. იგინი იტყოდეს,
ეჰა რომელი დახსნით ტაძარსა მას და მესამესა დღესა აღაშენებთ. მათე 27:40 ხოლო თავად მან გამოაჩინა, ვითარმე სრულიად მოოხრდეს. იგინი იტყოდეს, სხვანი აცხონა, თავისათვის ისა ვერ ძალუცა ცხოვრებად. მათე 27:42 ხოლო თავად მან ჯვარსა ზედა რა იყო, აღდგინებითა მით მკვდართა აჩვენა ხელმწიფება ითვისი. რამე თუ უკვე თუ 4 დღისა მკვდრისა ლაზარეს აღდგინება დიდი იყო და საკვირველ, რაოდენ უფრო ისაც საკვირველ იყო მეხსა შინა აღდგინება ურიცხუთა მკვდართაი, მრავლით შემიდგან დაძინებულთაი, რომელი გიმერმისა მის ყოველთა აღდგომისა სასწაული იყო. ამისთვის იტყვის და მრავალნი გვამნი წმიდათანი აღდგეს და გამოვიდეს საფლავით მათით და შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა 27:42, 43. რაითა ვერ ვინ თქვას თუ უცნებაი არს საქმე იგი ამისთვის გამოეცხადნეს მრავალთა. ხოლო რომელი ტყვის ვითარმეთ, იესო ხმაყო ხმითა დიდითა და განუტევა სული, ლუკა გვასწავებს, თუ რა იხმაყო რამე თუ იტყვის ვითარმეთ, ხმაყო ხმითა დიდითა იესო და თქვა, მამაო ხელთა შენთა შევხვედრებ სულსა ჩემსა. და განუტევა სული. ლუკა 23:46. ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა და რომელნის ცვიდეს იესოს იხილეს წრვა იგი და რა იგი იქნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს, ჭეშმარიტად ზეიღმრთისა იყო ესე 27:44. ესოდენ დიდი ხო ძალი ჯვარცუმულისა მის უფლისაი, რომელი ესოდენი საკვირველებანი აღესრულნეს მის მიერ და ასისთავსა მას რწმენა. ხოლო თქუმულ არს მისთვის ვითარმედი წამაცა ამისა შემდგომად სახელისათვის ქრისტესისა, აჩვენა სრული იგი სიმხნეს არწმუნოებისაი. სახარებაი, იყვნეს მუნდედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს და რომელნი შეუდგეს იესოს გალილეით და მსახურებდეს მას, რომელთა თანა იყო მარია მაგდანელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაი და დედაი ძეთა ზებედესთაი 27, 45, 46. თარგმანი, იხილეთღა რაბა მიიღო სიმხნე დედათაი მათ და ლმობიერებაი. შეუდგეს მას და მსახურებდეს და ვიდრე აღსასრულად მდე განუშორებელი ყვნეს და არცა თუ მძლავრებისა მისგან ჰურიათა ისე შეშინდეს, არამედ მდგომარე იყვნეს და ხედვიდეს. ამისთვისცა ყოველივე იხილეს, ვითარ იგი ხმაყო და განუტევა სული, ვითარ იგი იძრა ქვეყანაი და კლდენი განსტკდეს და სხვაი ყოველივე, რაიცა იგი იქნა საკვირველი. და ამისთვისცა მათ პირველ ყოველთასა იხილეს უფალი და ნათესავი იგი და სჯილი უწინარეს სხვათასა მიემთხვია ხილვასა მას კეთილსა. რამე თუ აცცა ფრიადი აჩვენეს ახოვნებაი, მოწაფენი იუტოდეს და დედანი განუმშორებელი ყვნეს. ხოლო რომელნი არიან დედანი იგი? ერთად ყოლად წმიდაი დედაი მისი არს, რამე თუ მას იტყვის მახარებელი მარიამ იაკობისად და სხვანი იგი მისთანა. ხოლო სხვაი მახარებელი იტყვის ვითარმეთ, რომელთა იხილეს ხილვა ესე, იცემდეს მკერდსა მათსა და ტიროდეს. ლუკა 23:48 ხოლო უღმრთონი იგი ჰურიანი ყოვლადვე არ ალმობიერი ქმნეს, არამედ უფრო ისად განძვინდებოდეს და არა შეშინდეს საქმეთა მათგან, რის ხვისაღმრთისა მომასწავებელთა, სიბნელისა მისგან და ძრვისა და კლდეთა განხეთქისა და საფლავთა აღებისა და სხვა იგი ყოველივე, რომელიც ცნობათა უაღრეს იყო და ძრწოლითა დიდითა სავსე. სახარებაი, დავით არცა შემწუხრდა მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაით, სახელით იოსებ, რომელი გიცა მოწაფე ყოფილიყო იესოისა. ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გვამი იესოისი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გვამი იგი მისი.
და მოიღო გვამი იგი მისი იოსებ და შეჰგრაგნა იგი ამ რენახსა წმიდასა და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისა მისგან და მოაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა 27, 57, 60. თარგმანი, ესე იოსებ პირველ ფარულად იყო მოწაფე იესუისა, ხოლოაც შემდგომაც სიკვდილისა მისისა დიდი კადნიერება იაჩვენა, რამე თუ არა უჩინოთაგანი იყო, არამედ კაცი იყო წარჩინებული და შვენიერი მზრახვალი და დადვა თავითვისი სიკვდილ და მტერობა იყო ოლისა მის შესაკრებელისა მიმართ თავსიდვა სიყვარულისათვის ქრისტესისა. შევიდა პილატესა და ითხოვა გვამი ქრისტეს იახოვნებით და მოწლეთ. რამე თუ იხილა რაი ვითარმედ აღასრულა მოძღვარმან მან სახიერმან და მეუფემან კაცთმოყვარემან ყოველივე განგებულება იცხოვრებისა ჩვენისა და ნებსით თვისით ჯვარს ეცვა და გამპყრობითა მითხელთაითა შეერთნა დაბადებულნი. და უხილავნი იგი ბოროტნი სულნი უკეთურებისანი განაქიქნავნებითა ხორცთათვისთაითა და ინება ხილვად გემოი სიკვდილისაი ბუნებითა მიტკაცობრივითა, რაითა უკვდავება იმოგუმადლოს ჩვენ, მაშინ მიიდრიკა წმიდა იგი თავი მისი და უბრძანა სიკვდილსა, ვითარცა მონასა, მისვლად წმიდათა მათ ხორცთა მისთა მიმართ. ხოლო იგი შეძრწუნებით, ვითარ მონაი, მოვიდა მონებად სამეუფოსა მას ბრძანებასა. მაშინ წმიდანი იგი ხორცნი, რომელნი საშინელი ყვნეს ქერაბინთა მიერ და შესადრწუნებელ სერაბინთა, მიეცნეს სიკვდილად, ვითარცა უნდა უფალსა პატიოსანთა მათ ხორცთასა, და სული იგი მაცხოვრისაი წარვიდა ხარებად სულთა მათ შეწყვილდეულთა და გამოხსნა ჯოჯოხეთისაგან. ხოლო ღმრთება იმისი იყო სულსაცა თანა და ხორცთა უნებელად, რამე თუ არასა და განეშორა ღმრთებაი კაცებისაგან, ვინაითგან შეერთა, არამედ ზეცასცა იყო განუშორებელად და საფლავსაცა შინაუნებელად, არა თუმცა მას რა ევნებოდა, არამედ უფრო ისად ხორცთა მათცა, რომელნი შეიმოსნა, განუხრწნელად დაიცვიდა. ესე ვითარი განგებაი დიდებული და საკვირველი გულისხმაყო და განიზრახა შვენიერმან მან მზრახვალმან იოსებ, ინება ერთგულებისა ჩვენებად მოძღვრისა მის მიმართ და ღმრთისა შემდგომად ჯვარცუმისაცა და ქმნად ესე საბეჭდავთვისისა მოწფობისა. შევიდა პილატესა, ევედრებოდა მას და ეტყოდა, გევედრები შენ, მთავარო მკვდრისა მისთვის, რომელსა ჰურიათა ცილი დასწამეს და დასაჯეს, და მეგობართა დაუტევეს შამსა მასვნებისასა. მკვდრისა მისთვის გევედრები, რომელი ნებსით მოკვდა, რამე თუ უკვე თუმცა არა ენება ვერ ხელგეწიფებოდა მოკლა იმისი. გარდა მოხსნა ძელისაგან უბრალო იგი და უცოდველი, რომელმან არა ივისსა და ავნო, არამედ ბევრეულითა კეთილითა ყოველნი აღავსნა. მომანიჭე, ჰოი პილატე, ნიჭი ესე, რომლისა უმჯობესი არ არა იგაქურს. მომადლე მადლი ესე, რომელი აღავსებს მადლითა და სიხარულითა მეძიებელთა მისთა. მომადლე ცხველს მყოფელი ესე მკვდარი, რაითა დავხმარხო იგი ქვეყანასა. მომეც გვამი ესე სამგზის სანატრელი, რომლისა სიკვდილი იგლოვოს ყოველთა დაბადებულთა. მომადლე გვამი ესე ყოლა წმიდაი, რომელი იხილა რაით აძარმან ჯვარსაზე და კრეცაბმელი თვისი მოიხია და მზემან ბნელი შეიმოსა და კლდენი განსტკდეს და ქვეყანა იძრწოდა. ამბორს უყო წყურლებასა წმიდათა მათ ხელთასა, რომლისა მიერ წყურლებანი სულისა ჩემისანი განიკურნეს, შევეხო უხრწნელსა მას გვერდსა, რომლისაგან აღმოეცნეს წყარონი იგი ცხოვრებისა ჩემისანი. წარუგრაგნო ხელითა ჩემითა დამხსნელი იგი საკრველთა სიკვდილისათა. დავკრძალო ხელითა ამით ცოდვილითა მოძღვარი იგი და მასწავლელი ყოვლისა სიმართლისაი. შევეხო გვამსა მას უცოდველსა, რომლისა შეხებითა მომეცემის ნეტარებაი. წარუგზავნო საფლავად, რომელსა ეგულების განღებაი საფლავთაი. მიულინო პყრობილთა მათ საუკუნით განთა უკვდავებისა წყაროი.
აღუნთო მყოფთა ჯოჯოხეთისათა სანთელი იგი უკვდავებისაი. ამას ესე ვითარცა იოსები იტყოდა კეთილად და პილატე ისმენდა მოწლედ, რამე თუ ძალი იგი უფლისა იესუისი და არწმუნებდა გულსა პილატესსა მორჩილებად. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გვამი იგი მისა. მივიდა იოსებ მოსწრაფედ თაყვანისცა მხურვალედ, გარდა მოხსნა ჯვარისაგან გვამი იგი ცხველს მყოფელი და ლმობიერითა ცრემლითა ამბორუყოფდა და იტყოდა. უკვე თუ დედაკაცი იგი წიდოვანი, შეეხო რაიფესუსა სამოსლისა მისისასა, განიკურნა. მე შეხებითა წმიდისა ამის გვამისაით, არამცა წმიდა ვიქმენა. მოვიდა ნიკოდემოსცა, ვითარცა იოანე გვასწავებს და წარგრაგნეს იგი ამ რენაგსა წმიდასა მურითა და ალოითა, ლმობიერად და ცრემლითა მხურვალითა და დადვა იგი იოსებ საფლავსათვის საახალსა, სადა არავინ დადებულიყო. იოანე 19:39 და ესეცა სასწაული ქმნა იოსებთვის ისა მის სიყვარულისა და სიმხნისა. ხოლო იქმნა ახალსა მას საფლავსა დადებაი განგებულებით, რაითა ვერ ვინ უძლოს იჩვისა შემოღებად, ნუ უკვე სხვა ვინმე აღდგა, არამედ გამობრწყინდეს ვითარმეთ ქრისტესი დაიდვა გვამი და იგივე აღდგა მესამესა დღესა. სახარებაი იყო მუნ მარიამ მაგდანელი და სხვა იგი მარიამ და სხდეს წინაშე საფლავსა მას 27:61. თარგმანი ამათიცა გული მხურვალე იყო და უშიშ. ამისთვისცა განუშორებელი ყვნეს საფლავისაგან და ეძიებდეს ჟამსა მიღებადნელსა ცხებელი და ცხებად გვამსა უფლისასა, არამედ ვერ ეძლო, რამე თუ ჯერეთ მცველნი დგეს მუნ და ერი მრავალი იქცეოდა. სწავლა იპეი მოწყალებისათვის. დააც ჩვენ, ძმანო, ვბაძვიდეთ მენელსა ცხებლეთა მათ დედათა, ნუ დაუტეობთ იესუს ჟამსა განსაცდელისასა. მათ სულითვისი დადვეს მისთვის და შემდგომად აღსრულებისაც აღმსახურებდეს, ხოლო ჩვენ არცა თუ მშიერი რა ივიხილოთ უფალი, მიუპყრობთ საზრდელსა, რამე თუ კვალად მასვე ვიტყვით რა იგი მრავალგზის მithქვამს. ვიცი იტყვის კაცად ჩვენ შორის ვითარმეთ, უკვე თუმცა ვიხილე უფალი, ვითარმცა არა მივეც ყოველი მონაგები ჩემი. და არა იცითა, ვითარმედაც მას თავადსა ვხედავთ. რამე თუ მან თქვა ვითარმედ, მე ვარ და რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა მე მიყავთო. მათე 25:40 უკვე რად არა მისცემთ მონაგებთა თქვენთა. უკვე თუ შეიწყალო გლახაკი, კაცო და კეთილი უყო, არა რაითა უდარეს ხარ მენელსა ცხებლეთა მათ, რომელნი მსახურებდეს უფალსა, არამედ მოიღო სასყიდელი სწორად მათა. რამე თუ უფალსამცა თუ ხედევდი პირისპირ, რომელმანცა სულმან არ არა ჩვენა მონება იჯეროანი. ხოლო უკვე თუ სიტყვისა და მცნებისა მისისათვის გლახაკსა კეთილი უყო, უმეტესადღა მოიმადლებ უფალსა და თვისად შეჰრაცხავს ქველის საქმეს ამას. უკვე თუმცა არა თვისად შეჰრაცხვიდა, არამცა ღირსყნა მოწყალენის ასუფეველსა და უწყალონი არამცა მისცნა გეჰენიასა. არამედ საცნაურარს ვითარმედ თვისად შეურაცხია, რაოდენიცა უყოთ გლახაკთა. ამისთვის, კაცო, იხილო რაი გლახაკი, მოიხსენენ სიტყვანი უფლისანი, რომელ თქვა ვითარმედ, მშიოდა და მეცით მეჭამადი, მათე 25:35 და შემდგომი ამისი და მოსწრაფებით ქმენ ქველის საქმე. უკვე თუ არა გრწამსაც, მაშინ გრწმენეს, ოდეს გრქვას, რაოდენი არა უყავთ ერთსა მცირეთა ამათგანსა მე არა მიყავთ. მათე 25:45 გარნა ნუ იყოფინ ჩვენ და სმენად ამის ხმისა, არამედ მოგვეცინ უფალმან აქავე ნაყოფსა მოწყალებისასა ჩვენება და სმენად ხმასა მას კურთხევისასა, წოდებელსა ჩვენ და სასუფეველად. ჰე გევედრები შევიტკბოთ მოწყალებაი, რაითამცა მივემთხვინეთ წყალობასა.
გარნა ნუ მონახვეჭისა და ნატაცებისაგან ვიქმთ ქველის საქმესა, რამე თუ ესე ვითარნი ქველის საქმენი ჰურიათა შეჰგვანან, არა ქრისტიანეთა. არამედ არიანაც ცავიეთნიმე რომელნი ბევრეულსა მოიტაცებენ და მოიხვეჭენ და უკვე თუ 10, კინა 20, ანუ თუ 100 დრახკანი მისცენ გლახაკთა ჰგონებენ, თუ შენდობილ არიან ბრალნი მათნი, რომელთათვის იტყვის წინა ისწარმეტყველი ვითარმედ, და ჰფარვიდეს ცრემლითა გლახაკთაითა საკურთხეველსა ჩემსა. მალაქია 2:13 არახნებავს ქრისტესა მიღებად ქველის საქმე ანგახრებისაგან. უკვე თუ ესე ვითარითა სახითა და ესე ვითართა გზათაგან მიუპყრა მას საზრდელი ანუ საფასე, საძაგელ არს ესე მის წინაშე. უმჯობეს არს ყოვლადვე არა მიცემაი ქველის საქმისაი, ვიდრე ესე ვითართა საუნჯეთაგან მიცემაი. რამე თუ რაი სარგებელ არს სხვათაგან აღებაი და სხვათა და მიცემაი. უკვე თუ იხილნე ორნი ვინმე, ერთი შიშველი და ერთი მოსილი და აღსწუარცო მოსილს ამას და შეჰმოსო შიშველი იგი, არა ცოდვისა თანამდებ ხარა? ჰე, ჭეშმარიტად ტაცება ეწოდების და ავაზაკება საქმესა ამას. აც უკვე თუ რომელი იგი აღიღე და სხვასა მიეცს ტაცებად შეგერაცხა, ოდესმე ასეთი სადმე მონახვეჭისა იმისცე გლახაკთა ქველის საქმედ უწოდა საქმესა მას. დიდისა სატანჯველისა ღირს არს ესე გულის სიტყვაი. ძველსა შჯულსა შინა უკვე თუ ვინ მკელობელი ანუ ბრმაი პირუტყვი მიიყვანის შესაწირავად, საბრალობელ არ, და მპარავმან უკვე თუ მისცის უფალსა მის საქმისასა, რომლისაგან იპარა, ოთხწილად ძლით დაიხსნის ბრალი მისი. ხოლოაც უკვე თუ მოიტაცო რომელი ესე პარვისაფრიად უძვირეს არს და არა ძველსა შჯულსა შინა, არამედ ახალსა ამას მადლსა და არავე მისცე მას რომლისაგან აგეღოს, არამედ სხვასა და არა ოთხწილად, არამედ არცა თუ ნახევარი გულისხმა ყავ, რავდენისა სასჯელისა თანამდებ ხარ. ხოლო უკვე თუ გდროებს ღმერთი და აწვე არა მოაწევს სატანჯველსა, ამისთვის უფრო ისად იგლოვდი, რამე თუ უკვე თუ არა მოიქცე და შეინანო, უმეტესად დაიუნჯებ თავისა შენისათვის სასჯელსა დღესა მას სასჯელისასა. შევინანოთ უკვე, ძმანო, და ვიქმოდით მოწყალებასა განწმედილსა ანგახრებისაგან. გულისხმა ყავთ, ვითარ ძველსა შჯულსა იყო წესი ჰურიათაი. 800 ლევიტელსა ზრდიდეს და ობოლთა და ქურივთა ყოვლისა ერისათა და სხვა სამრავალ სამსახურებასა აღასრულებდეს ქველის საქმითა მათითა. ხოლოაც სოფლები და აგარაკები და სავაჭროები და სამწყსონი და აროები და რემაკები და ესე ვითარი მრავალი უცალოებაი განწესებულ არს ეკლესიათათვის თქვენისა უწყალოებისა მიზეზითა, რამე თუ ჯერ იყო. რაითამცა ამის ყოვლისაგან ეკლესიანი თავისუფალი იყვნეს და თქვენ მიერმცა აღესრულებოდა ყოველივე სახმარი მათი და მღვდელთმოძღვართაი და გლახაკთაი. ხოლოაც ორი წინააღმდგომი საქმე იქმნების, თქვენცა უნაყოფონი დაშთებით და მღვდელთა ღმრთისათა არახელეწიფების ჯეროანთა მათ და სარგებელისა საქმეთა ოდენ ზრუნვად. არა თუ ვერ ეძლო მოციქულთაცა ქონება დაბნებისა და აგარკებისა გარნა არა ჯერ იჩინეს, არამედ წერილ არს საქმესა მოციქულთასა ვითარმედ, რომელნი პოვნიერი იყვნენ სანახებისანი გინა დაბნებისანი, განჰყიდდეს და მოაქონდა სასყიდელი მათი, რომელთა იგი განკიდიან და დასდებდეს ფერხთა თანა მოციქულთასა. საქმე 4:34-35, ხოლოაც მამათა ჩვენთა იხილეს ამის ნათესავისა ულმობელობაი და ანგახრებაი და შეშინდეს, ნუ უკვე სიყმილითა მოსწყდნენ კრებულნი ესე ობოლთა და ქურივთა და ქალწულთანი. ამისთვის უნებლიეთ თავს იდვეს ამათ მონაგებთა ეკლესიათასა მოგებად. არა უნდა თავთათვისთა ამას უშვერსა უცალოებასა მიცემათ, არამედ ენება რაითამცა თქვენ მიერნი ქველის საქმენი იყვნეს საუნჯე და შემოსავალ მათთა, და იგინიმცა განკრძალული იყვნეს ლოცვასა და მოძღვრებასა ერისასა. ხოლოაც თქვენი ანგახრებაი მიზეზე ქმნა მღვდელთმოძღვართა მიბაძვად ცხოვრებასა ერისკაცთასა.
ამისთვისცა ყოველივე ზედა ქვე იქმნა. რამე თუ ოდეს ესე ჩვენცა ხორციელთა ზრუნვათა შექცეულ ვართ, ვინ ევედრებოდის ღმერთსა და მოწყალე ყოფდეს ჩვენ ზედა. ამისთვისცა არა არს ჩვენ და ჟამი აღებად პირისა, რამე თუ არ არაითა განყოფილ არიან ეკლესიანი სახლთა საერისკაცოთა. არა გასმიესა ვითარმედ უზრუნველადსა შეკრებულთა საფასეთა განყოფად არა თავსიდვეს მოციქულთა, არამედ სხვანი დაადგინეს მსახურებად საქმისა მის, ორი ხოლო აწვაჭართაცა წარხდეს ეპისკოპოსნის ზრუნვითა წარმოვალთა საქმეთაითა და დაუტეობიეს საქმეთვისი, რომელიგი არს ზრუნვაი სულთა თქვენთაი. ამას არა ცუდად ვიგლო, არამედ ამისთვის ვიტყვი, რაითა გულისხმახოთ თქვენ და ექმნეთ საუნჯე ეკლესიათა და მწყალობელ გლახაკთა, რაითა მღვდელთმოძღვარნი ზრუნვასა ოდენ სულთა თქვენთასა და ლოცვასა განეკრძალნენ და შეწევნასა ჭირვეულთასა და მოღვაწებასა უცხოთასა და ობოლთა ზრდასა და ქურივთა ხელისაპყრობასა, ვითარცა მოციქულთა განაწესეს. ხოლო უკვე თუ არა ისმინოთ, აჰა ესე რა გლახაკნი წინაშე თვალთა ჩვენთა არიან. რაოდენთაცა ძალგვედვას ჩვენ გამოზრდათ. არა უდებ ვიქმნეთ რაოდენთაი ვერ ხელგვეციფებოდის იგინი თქვენ და გიტევნეთ გამოზრდათ. ხოლო უკვე თუ უგულებელს ხვნეთ, ეკრძალენით, ნუ უკვე გესმას მას დღესა საშინელი იგიხმაი, ვითარმედ, შიოდა და არა მეცით მეჭამადი, მათე 25:42 და შემდგომი ამისი. არს მადლითა ღმრთისაითა სიმრავლე თქვენი მრავალ ბევრ. უკვე თუმცა კაცად დღითი დღე თითო პურსამცა მისცემდით გლახაკთა და თითო დანგსა, ვგონებ, თუ არ ღარამცა ვინ იყო გლახაკ, არამედ ყოველთამცა აქ უნდა საზრდელითვისი და მიიღეთ მცა თქვენ სასყიდელი მოწყალებისაი. ხოლო უწყი ვითარმედ ვიეთნიმე თქვენგანი იტყვიან ჩემთვის ვითარმედ, რაი არს ესე, რომელ დღითი დღე მოწყალებისათვის ოდენ გვეტყვის და კაცთმოყვარებისათვის. ჰე, დღითი დღე ამისთვის ვიტყვი და არასადა დავსცხრე, ვიდრე მდის ვიხილო ვითარმედ წარემართოს ესე თქვენ შორის. უკვე თუმცა დამტკიცებულიყო და წარმართებულ საქმე ესე თქვენ შორის, მაშინცა ჯერვე იყო ამისთვის სიტყვაი, გარნა დაღაცა თუმცა დავსცხერით, არა დიდი ხომცა დაკლებაი, ხოლოაც, ვინაიდან არცა თუ ზოგსა მიწევნულ ხართ ამის სათნოებისასა, ვითარ ხელმეწიფების დადომებად. უკვე თუ საქმე ესე საწყინო გიჩნს, თავთა თქვენთა აბრალეთ და ნუ მე. მითხართ ხა, უკვე თუ ღრმა იმოსწავლე მრავალ ჟამიყოს სასწავლოსა და ანბანსა ვერ განხმართებდეს, ვითარ აბრალოს მოძღვარსა ზედა ისე და იძულებისათვის. და თქვენცა უკვე ზედა ისე და სწავლითა ჩემითა მიჩვენეთ, რაი ნაყოფი გამოგიღია. ვინ წარხმართა მოწყალებაი, ვინ მისცა ნახევარი ანუ მესამედი ნაქონებისათვის ისაი გლახაკთა, რაითამცა მე დავიდუმე სიტყვისაგან. ხოლოაც უფრო ისად თქვენ გიხმდა იძულებაი ჩემი, რაითამცა არა დავიდუმე. ვითარცა იგი უკვე თუმცა მკურნალი ვიყავ და მოხვედმცა კურნებად თვალისა ანუ ხელისა უძლურისა და გცხემცა წამალი სალბუნი ერთგზის და ორგზის და არამცა განიკურნე, არა კვალადმცა მაიძულებდა კურნებად. ეგრეთვე არ სულიერთა საქმეთა ზედა, ვიდრე მდის ვიხილო სათნოებაი წარმართებული, დუმილად არა ხელმეწიფების. ჰე, თუმცა თქვენ შორისცა მარადის ესე სიტყვანი აღესრულებოდეს და ითქმოდეს, რაითამცა წარემართა სათნოებაი თქვენ შორის. მენება მეცა, რაითამცა არა ყოვლადვე ამის პირისათვის ვიტყოდე, არამედ გასწავლიდ იმცა სხვათა უმაღლესთა და უაღრესთა საქმეთათვის, წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა. ესე არიან ეშმაკნი და მწვალებელნი. არამედ ვითარ ყო, ვინაიდან ჯერეთ უძლურ ხართ, ვითარ გასწაო წყობად მტერთა. დაღაცა თუ მრავალი მithქვამს ამის ჯერისათვისცა, არამედ ვითარცა ვთქო, უძლურება ისულისა იაყენებს კაცადსა.
რომლის სამე ხელი შეღრეკილ არს უწყალოებითა, სხვისა ფერხნი წყლულ არიან სლვითა გზათა ცოდვისათა, სხვისა თვალნით კივნეულ არიან ხედვითა პირთა მავნებელთაითა. რაც უკვე ესე ვითართა ვითარ უძლო ნაღებად ჭური და ფარი სულიერი და მახული მკვლელი წინააღმდგომთაი და განსვლად წყობასა მას უხილავთა მტერთასა და მოღებად ძლევისა გვირგვინი. განიწმიდენით თავნით თქვენი ვნებათაგან ანგახრებისა, უწყალოებისა, ნაყროვნებისა, თვალობისა, ძვირის სრახვისა, ცუდად მზვაუბრობისა და სხვათა ყოველთავე ესე ვითართაგან და მერმე შეგმოსნე საჭურველითა მით სულიერითა და განგიყვანა წყობასა მას და ვიოტოთ ბანაკები მტერთაი. ხოლოაც განვიდე თუ ხილვად მხედრობისა ჩვენისა მიმოვალ და ვერ ვპოებ მრავალთა, არამედ ფრიად არიან წყლულნი და უძლურნი. კვალად უკვე თუ სახელმწკამს ისაი აღვიღო და მოვლო სამწყსოი ჩემი, მცირედ თავპოებ ცხვართა უმრავლესნი პირუტყუ არიან, რომელნიმე ცხენ მწპიერ, სხვანი მგელმტაცებელ, სხვანი გუელ, ნაშობი ქედნეთა და დიდ საუწესოებასა ვხედავ ჩვენ შორის. რამე თუ რომელსაცა ვნებასა ვინ დამონებულიყოს, პირუტყუთა მიემსგავსების და მხედს და ვითარცა წერილი გვასწავებს და აღავსებს ეკლესიასა სიმყრალითა. ანუ არა სულ მყრალობა არიანა ვნებანი და ცოდვანი? ჰე, ბოროტ არ სულ მყრალობა იმათი. ამისთვის გევედრები, ძმანო, მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვქვნათ კეთილი, რაითა სულნელება ისათნოებათა იპოვოს ჩვენთანა. და არა ხილულთა ოდენ საკუმეველთა ვაკუმევდეთ ეკლესიასა შინა, არამედ უფრო ისად სურნელთა მათ სათნოებათა, რაითა ავიდოდნენ ლოცვანი და ვედრებანი ჩვენი წინაშე ღმრთისა სულად სურნელად და მოეფინოს მის მიერ ჩვენზე და დიდი წყალობაი და მივემთხვინეთ საუკუნეთა მათ კეთილთა ქრისტე იესუის მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.